ასტეროიდი მოემართება მეგობრებო დედამიწისკენ, სამწუხაროდ არც კახეთისკენ, არც კრემლისკენ. აი ხუმრობა გვერდზე იყოს, პანიკაში არის ინტერნეტი, იმიტომ რომ მართლა არის ეგეთი ასტეროიდი და ეს ყველაფერი NASA მთელი ამბები რამე რომელიც მოემართება დედამიწისკენ და შეიძლება რომ დედამიწას შეასყდეს 2032 წელს. Რატომ არის ახლა ეს პანიკის მიზეზი? პანიკის მიზეზი განა ის არის, რომ პოტენციურად შეიძლება დედამიწას შეასყდეს. პანიკის მიზეზი ის არის, რომ ზუსტად ერთ დღეში შანსი იმისა, რომ დაეჯახება დედამიწას 2032 წელს, გაიზარდა 1.6%-დან 1.9%-ზე. აი ეს ნამდვილად პანიკის მიზეზია და ხო დაგვეჯახება მოვკვდებით. მთელი ამბები დიამეტრში არის 40-დან 100 მეტრამდე, ანუ ძალიან ცოტა რამ ვიცით უკვე, მაგრამ საშიშროება არის. სერიოზული თან? კაი, ცოტას ვაჭარბებ, იმიტომ რომ ზოგადად ასტეროიდმა რომ გაანადგუროს სიცოცხლე კაცობრიობა დედამიწაზე, მაგისთვის საჭიროა რომ 1 კილომეტრი მაინც იყოს რადიუსში. ყველაფერი რაც მაგის დაბლა არის, არა, კაცობრიობას არ გაანადგურებს, თუმცა იმის გამო, რომ ასე დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე და მთელი ამბები და ცენტრები გადანაწილებულია მთელს დედამიწაზე მნიშვნელოვანი ეს ფინანსური და ესე ჯაჭვურად შეიძლება რომ ეგეთმა პატარა ასტეროიდმაც გამოიწვიოს ძალიან ცუდი შედეგები ყველასთვის. დიამეტრი ამისი არის 40-დან 100 მეტრამდე. მარტივად რომ ვთქვათ, აი რამე დიდი ბოინგი რო წარმოიდგინოთ, მაგ ხელა არის დაახლოებით. Aucun Boeing sur mon transit. ხო და მე რო რამე ეს ჩემი თემა არის, უკვე 10 წელზე მეტია ვაკონტროლებ ასტეროიდებს, მთელ ამბებს რა მოემართება დედამიწისკენ, იმიტომ რომ ეგ ჩემი ერთ-ერთი ის არის ფობია, არ ვიცი რაღაცა უფრო აპოკალიფტური რაღაც ეგეთი მოკლედ. შიზოფრენია. და თვალს ვადევნებ 10 წელზე მეტია კონკრეტულად აპოფის. აპოფისი დიამეტრში არის 340 მეტრი და აპოფისი თუ დაეცა და ამ საუკუნეში რამოდენიმეჯერ ჩაგვივლის და მე სერიოზული კამბექი ექნება თუ მანამდე არ დაგვეცა შემდეგ საუკუნეში. აპოფისი თუ დაეცა დედამიწას, ხო ეგ უკვე ცუდი ამბავი არის, იმის მიუხედავად რომ 1 კილომეტრი არ არის, რაც გარანტირებული ნახვამდის კაცობრიობა არის და არის 340. მაინც ნებისმიერ დიდ ქალაქს თუ დაეცა გაანადგურებს მომენტალურად აღარაფერი აღარ დარჩება და თუ ოკეანეში ჩავარდა ცუნამი გარანტირებულია და მოკლედ აი ესე მიზეზობრივად და ჯაჭვით შეიძლება რომ ყველა სერიოზულ ტრაქში გაგვისტუმროს. ვინც არიცით რომ რამე ასტეროიდი, მეტეორი, კომეტა ეს ყველაფერი რითი განსხვავდება, მარტივად გეტყვით, ასტეროიდი არის ქვა, მეტეორი არის რაღაცა ისეთი რაც დიდი არც არის და ჰაერშივე ფეთქდება მთელი ამბები, აი ეგ არის ვარსკვლავის დაცემა, რო რამე ანუ რო ამბობენ ვარსკვლავი ვარდებაო და ასე შემდეგ, ეგ რეალურად მანდ მიდის საუბარი მეტეორზე, რომელიც ძალიან პატარა არის და დედამიწას თუ დაეცა როგორც წესი, აი მაქსიმუმ 1 მეტრი, 2 მეტრი არის დიამეტრში, უკაცრავად. მოგონი წაღან რადიუსი ვთქვი, რადიუსი რა შუაში, დიამეტრი. ხო და ეგ არის მეტეორი, მაგრამ თუ მეტეორი ჰაერშივე არ დაიწვა და დაეცა, მაგ შემთხვევაში ხდება მეტეორიტი. ანუ ჰაერში დაიწვა მეტეორი, ჩამოვარდა მეტეორიტი. შემდეგ არის კომეტები, რაც ეგ უფრო ის არის, ყინული, ჭუჭყიანი ყინული რა მოკლედ და უფრო ისეთი გრძელი რაღაცნაირი სიგარის ფორმა აქვს. რომელიც კატასტროფული არის დედამიწას ასტეროიდები, მეტეორები ეგენი უფრო უქმნიან საფრთხეს ვიდრე თავად კომეტები. კომეტა ეცემა კი გვაქვს რო რამე მონაცემი რომ კომეტა დაეცა დედამიწას, სხვათა შორის აი ეს კომეტა რომელმაც დინოზავრები გადააშენა ასტეროიდი უკაცრავად ეგ იყო რამდენი სადღაც 15 კილომეტრი დიამეტრში, წარმოვიდგინეთ, 15 კილომეტრი დიამეტრში. ეგ, რომელმაც გადააშენა დინოზავრები, მაგაზე რო რამე ყველა მეცნიერი არ თანხმდება, რომ ეგ იყო ასტეროიდი, ანუ ბევრს გონია საკმაოდ, რომ ეგ იყო ფრაგმენტი კომეტის. და წარმოვიდგინეთ, 15 კილომეტრი დიამეტრში.
და ეხლა რო ავიღოთ ერთი და იგივე ზომის კომეტა და მაგალითად ასტეროიდი, ხო? კომეტა ბევრად საშიში არის, თუნდაც იგივე ზომის რომ იყოს, იმიტომ რომ სიჩქარე ბევრად მეტი აქვს და ანუ იმპექტი ბევრად სერიოზული აქვს. ხო და ეგ არის კომეტა. კომეტა არის ყინული, ჭუჭყი და ქვა. ბევრი არის სხვათა შორის, რომელიც მოემართება დედამიწისკენ და არ ვიცით და გავიგებთ ეტაპობრივად. პანიკა არ ღირს არანაირი, კაცობრიობისთვის არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯერჯერობით არც ერთი 2800 რომელიღაცა წელს ერთი ასტეროიდი მოემართება, რომელიც თუ მოვიდა მორჩა უკვე. არც კი გეტყვით დიამეტრს არაფერს, ანუ მორჩა ჩათვალეთ. მაგრამ მანამდე ჯერჯერობით არ არის, არ იპანიკოთ. არ იპანიკოთ. კი ვიმეორებ, თუ დაეცა დედამიწას, რომელიც არ უნდა იყოს ეს ახლა 2022-ში თუ აპოფისი ხო, ანუ კაცობრიობა არ განადგურდება, მაგრამ ყველას შეგვეხება ეგ. თან ძალიან ცუდად. მხოლოდ სიკვდილი არ არის, რაც შეიძლება რომ ადამიანს დაგემართოს ცუდი. მხოლოდ სიკვდილი არ არის ის, რაც მოგკლავს. სხვათა შორის ერთი quote მომივიდა რამოდენიმე დღის წინ თავში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ეგ ჩემი არის თუ სადღაც ანუ გრძნობ რო ინსპირაციით არის, მაგრამ მჭირდება რომ ვინმემ დააკოპირაით ჩეკოს. აი ესეთი რამე. ხიხო ორჯერ კვდება ცხოვრებაში. ცხოვრების ბოლოს და მთელი ცხოვრება. და არ იყოთ ხიხოები და გაწევრიანდით დახურულ არხზე, სადაც გამარტივდა გაწევრიანება. პირდაპირ ნიკო სვანიძე კომზე უნდა შეხვიდეთ, ბოტი ყველაფერი მზად არის, სრული კონტროლი გაქვთ, წამში ხდება ყველაფერი, გელოდებით, გაიცანით ლეგენდარულ მასალას, ყველაფერი გამარტივდა, მეტი კონტროლი წევრებს, მეტი ძალაუფლება და ნუ მოკლედ ყველას გელოდებით, არ იპანიკოთ და შევხვდებით მალე. და ახლა აუტრო. ნახავთ.